როდესაც პოლიციამ 2019 წელს დოდო ჩიჩინაძის ბინაში შევიდა, საძინებელში, ძველ კომოდზე იპოვეს დალუქული 5 ფოტოებით. ამ სურათებს 30 წლის განმავლობაში არავინ უნახავს. მათ შორის იყო ერთი, რომელიც ყველაფერს ხსნიდა. ახალგაზრდა დოდო, თავისი ლეგენდარული სილამაზით იდგა უცნობ კაცთან ერთად, რომელიც მას ისე ეხვეოდა, როგორც მეუღლეს არასოდეს. ფოტოს უკან ხელით იყო ნაწერი, ის, ვინც მიმიყვანა სამოთხეში და ჯოჯოხეთში. ეს ადამიანი არასოდეს გამოჩენილა საჯაროდ. მისი სახელი არ ყოფილა არც ერთ ინტერვიუში. მაგრამ ახლა, როდესაც დოდოს აღარ არის ვინმე გადაწყვიტა დუმილის დარღვევას. ვინ იყო ეს ჩრდილოვანი ფიგურა? რატომ მალავდა დოდო მის არსებობას? და რა ფასი გადაუხადა მან ამ საიდუმლოებისთვის? დოდო ჩიჩინაძე, ეს სახელი თაობებს აღაფრთოვანებდა. ის იყო ნინო ბაშიაჩუკიდან, ქალი, რომელსაც მილიონობით მამაკაცი ოცნებობდა. მისი სილამაზე იყო ის, რასაც ლექსებში აღწერდნენ, რასაც ფერწერაში ცდილობდნენ გადმოსცემდნენ, რაზეც ქუჩებში ჩურჩულებდნენ. როდესაც ის ეკრანზე გამოჩნდა 1975 წელს, საქართველომ თავისი ახალი ღვთაება იპოვა. მაგრამ ის, რაც ხდებოდა კამერების მიღმა, იყო ისეთი ისტორია, რომელსაც არავინ იცოდა. დოდოს ცხოვრება იყო ორმაგი, ერთი სცენაზე, სადაც ის იყო უხრწნელი დედოფალი და მეორე, 4 კედელს შორის, სადაც ის იყო თქვა საკუთარი სილამაზისა და სხვისი ამბიციებისა. მისი პირველი ტრიუმფი ბაშიაჩუკში იყო არა მხოლოდ კინემატოგრაფიული მოვლენა, ეს იყო ეროვნული ფენომენი. 1976 წელს, როდესაც ფილმი პრემიერა გაიმართა თბილისის რუსთაველის კინოთეატრში, რიგები 2 კვარტალზე გაშლილიყო. ადამიანები ღამით დგანან, რომ ბილეთი ეყიდათ. ზოგიერთი ფილმს 20 ჯერ უყურებდა, მხოლოდ იმისთვის, რომ დოდოს სახე კიდევ ერთხელ ენახა. მაგრამ რას არ იცოდნენ ის ათასობით თაყვანისმცემელი? რომ დოდო თავად ამ ფილმის გადაღებას ატირებული ასრულებდა. რომ რეჟისორი, რომელიც მას მუზად უწოდებდა, კულისებში სულ სხვა სიტყვებს ეუბნებოდა. რომ მისი პირველი დიდი როლი იყო პირველი დიდი ტრაგედიაც. დოდოს სილამაზე იყო მისი კურთხევა და წყევლა. მას ჰქონდა ის იშვიათი ტიპის სახე, რომელიც კამერას უყვარდა, დიდი გამომსახველი თვალები, რომლებიც ერთდროულად გამოხატავდნენ სიმდაბლეს და ვნებას, სწორი ცხვირის სავსე ტუჩები, რომლებიც ღიმილში ცოტა უხერხულად, მაგრამ მომხიბლავად იხრებოდნენ. მაგრამ ეს სილამაზე იყო ის, რაც მას არასოდეს მიუძღვნია პირადი ბედნიერება. პირიქით, ყოველი მამაკაცი, რომელიც მის ცხოვრებაში შემოვიდა, ხედავდა არა დოდოს, არამედ ნინოს. ხედავდა არა ადამიანს, არამედ ხატს. და ეს ხატი უნდა შენარჩუნებულიყო ნებისმიერ ფასად. მისი პირველი ქორწინება მოხდა 1978 წელს, როდესაც მას 22 წელი შეუსრულდა. ქმარი იყო ცნობილი ოპერატორი, კაცი, რომელიც თავის თავს მხატვრად თვლიდა. ქორწილი იყო ზღაპრული, თბილისის საუკეთესო რესტორანში, სადაც მოწვეული იყო მთელი კინემატოგრაფიული ელიტა. დოდო იყო თეთრ კაბაში, მისი თმა ტალღებად ეშვებოდა მხრებზე და ყველა ამბობდა, რომ ასეთი ლამაზი პატარძალი საქართველოში არასოდეს ყოფილა. მაგრამ რას არ იცოდნენ სტუმრები? რომ დოდო ამ ქორწინებას არ სურდა. რომ ის ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მისი მენეჯერი, ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა როგორც მამას, უთხრა, შენ უნდა დაქორწინდე. ქალიშვილი ვარსკვლავი არ შეიძლება იყოს. ხალხს სჭირდება ოჯახური იდეალი. და დოდომ დაემორჩილა. ქორწინების პირველივე თვეებში დაიწყო ის, რაც მოგვიანებით გახდებოდა მისი ცხოვრების მუდმივი ნიმუში, კონტროლი. ქმარი არ უშვებდა მას სადმე მარტო. არ უშვებდა, რომ მეგობრებს შეხვედროდა. ყოველ საღამოს ამოწმებდა, სად იყო, ვისთან ისაუბრა, რა უთხრეს. ის ამბობდა, რომ ეს იყო სიყვარული, მზრუნველობა. მაგრამ დოდო გრძნობდა, რომ ეს იყო გალია. ის გრძნობდა, რომ ნელ-ნელა კარგავდა საკუთარ თავს, ხდებოდა ჩრდილი, რომელიც მხოლოდ ეკრანზე ცოცხლობდა. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ არავის შეეძლო ამის თქმა. რადგან გარედან ყველაფერი სრულყოფილი ჩანდა, ლამაზი წყვილი, წარმატებული კარიერა, ბრწყინვალე მომავალი. მაგრამ 1979 წელს ერთ ღამეს დოდომ გააკეთა რაღაც, რაც მანამდე არასოდეს გაუკეთებია, გაიქცა. მან აიღო ერთი ჩანთა, ჩაიდო რამდენიმე კაბა და დატოვა ბინა, სადაც 2 წელი ცხოვრობდა როგორც ოქროს გალიაში. მან არ დატოვა წერილი, არ დარეკა, არაფერი უთხრა. უბრალოდ გაქრა. და ეს გაქრობა იყო დასაწყისი იმისა, რაც მოგვიანებით ყველა უწოდებდა დოდოს დაცემას. მაგრამ რეალურად ეს იყო მისი პირველი მცდელობა, რომ ეცხოვრა. პირველი მცდელობა, რომ ყოფილიყო არა ნინო, არამედ დოდო. და ამ მცდელობამ მას დაუჯდა ყველაფერი.
სად გაიქცა ის იმ ღამეს? ვის სახლში იპოვა თავშესაფარი? და რატომ 2 კვირის შემდეგ, როდესაც ის დაბრუნდა, მისი თვალები იყო ისეთი, თითქოს რაღაც მასში სამუდამოდ გატყდა? ეს არის ის საიდუმლოება, რომელიც 30 წლის განმავლობაში დაფარული იყო. მაგრამ ახლა, როდესაც ის ფოტოები იპოვეს, როდესაც ადამიანები, რომლებიც მაშინ იყვნენ მის გვერდით, იწყებენ საუბარს, ჩვენ ვიწყებთ იმ ჭეშმარიტების ნახვას, რომელიც ყოველთვის იყო იქ, დოდოს სილამაზის უკან, მის ღიმილის უკან, მის დუმილის უკან. და ეს ჭეშმარიტება არის უფრო მძიმე, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. 1970-იან წლებში დოდო ჩიჩინაძე იყო არა მხოლოდ მსახიობი, ის იყო ბრენდი. მისი სახე იყო ჟურნალების ყდებზე, მისი სახელი იყო თეატრების აფიშებზე, მისი ხმა ისმოდა რადიოში. ის იყო ის, რასაც საბჭოთა საქართველო ამაყობდა, ლამაზი, ნიჭიერი, ჩვენი ვარსკვლავი. მაგრამ რას არ იცოდა ხალხი? რომ ამ ბრენდის უკან იდგა ადამიანების მთელი ჯგუფი, რომლებიც აკონტროლებდნენ მის ყოველ ნაბიჯს, ყოველ სიტყვას, ყოველ ღიმილს. ეს იყო მანქანა, რომელიც მუშაობდა ფულის გამომუშავებაზე და დოდო იყო მისი მთავარი რესურსი. პირველად ამ შინაგან წრეზე საუბრობს ნინო მელიქიშვილი, რომელიც 1970-იან წლებში იყო დოდოს პირადი მაკიაჟისტი. ნინო, რომელსაც ახლა 90 წელია, პირველად 50 წლის შემდეგ თანახმა გახდა კამერის წინ დასჯდომაზე. მისი ხელები კანკალებს, როდესაც იგონებს იმ დღეებს. მე ვხატავდი მის სახეს ყოველ დილას, ამბობს ის ნელა, თითქოს ყოველი სიტყვა აწონდაწონებული აქვს. მაგრამ ხშირად მე არ ვხატავდი მხოლოდ მაკიაჟს. მე ვფარავდი სინიაკებს. ვფარავდი ცრემლების კვალს. ვფარავდი იმას, რაც არავინ უნდა ენახა. როდესაც ვკითხულობთ, საიდან იყო ეს სინიაკები, ნინო დუმს. შემდეგ ამბობს, იყო ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ დოდო იყო მათი საკუთრება. და როდესაც საკუთრება არ ემორჩილება, მას სჯიან. 1972 წელს დოდოს კარიერა მიაღწია ახალ მწვერვალს. მან მიიღო მთავარი როლი ფილმში მზის სხივები, რომელიც გახდა წლის ყველაზე ნანახი ფილმი. მაგრამ ამ წარმატების უკან იყო ისეთი ფასი, რომელზეც არავინ საუბრობდა. ფილმის რეჟისორი გიორგი დანელია, ადამიანი, რომელიც მოგვიანებით გახდებოდა ლეგენდა, მაშინ იყო ახალგაზრდა, ამბიციური და როგორც ზოგიერთი ამბობს, ბეზრიდულად სასტიკი. დოდოსთან მუშაობის შესახებ არსებობს ისტორიები, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნებულა. ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს ოპერატორი ვახტანგ ჩუბინიძე, რომელიც მაშინ იყო დანელიას ასისტენტი. იყო ერთი სცენა, იხსენებს ვახტანგი, სადაც დოდომ უნდა ეტირა. მაგრამ დანელიას არ მოსწონდა, როგორ ტიროდა ის. ის ამბობდა, რომ ეს არ იყო რეალური, რომ ეს იყო თეატრალური. და მან დაიწყო მისი შეურაცხყოფა იქვე, ყველას წინაშე. უთხრა ისეთი სიტყვები, რომლებიც არავის უნდა ეთქვა ქალისთვის. დოდო იდგა და ცრემლები მართლა მოედინებოდა, მაგრამ ეს აღარ იყო თამაში. ეს იყო რეალური ტკივილი. და მაშინ დანელიამ თქვა, ახლა გადაიღე და ჩვენ გადავიღეთ. ის სცენა, რომელიც ყველას ასე მოეწონა, იყო დოდოს რეალური დამცირების მომენტი. ვახტანგი ამბობს, რომ ამის შემდეგ დოდო 2 დღე არ გამოჩენილა გადაღებებზე. არავინ იცოდა, სად იყო. როდესაც დაბრუნდა, მისი თვალები იყო ისეთი ცარიელი, თითქოს რაღაც მასში ჩაქრა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი ეპიზოდი უამრავიდან. დოდოს ცხოვრება იმ წლებში იყო მუდმივი ბრძოლა, არა წარმატებისთვის, არამედ გადარჩენისთვის. ის იყო ტყვე სისტემაში, სადაც მსახიობები იყვნენ არა შემოქმედები, არამედ ინსტრუმენტები. და ქალი მსახიობები, განსაკუთრებით ლამაზები, იყვნენ ყველაზე დაუცველები. არსებობს ისტორიები, რომლებიც არასოდეს დადასტურებულა ოფიციალურად, მაგრამ რომლებზეც ჩურჩულებდნენ ყველა, რომ დოდოს უწევდა დასწრება კერძო შეხვედრებზე მაღალ ჩინოსნებთან. რომ მისი კარიერა იყო დამოკიდებული არა მხოლოდ მის ნიჭზე, არამედ მის მზადყოფნაზე, რომ თანამშრომლობა გაეწია. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის შესახებ საუბრობს ადამიანი, რომელიც მოითხოვს ანონიმურობას. ის იყო მაშინ ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც დადიოდა კულტურული ელიტის წრეებში. 1974 წელს, ამბობს, ის იყო ერთი ღამე, როდესაც დოდო მიიყვანეს ერთ კერძო რესტორანში თბილისის ცენტრში. იქ იყო რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, პარტიის ფუნქციონერები, კინოსტუდიის დირექტორები. დოდო იყო ერთადერთი ქალი. მე ვიყავი იქ, რადგან ვაშუქებდი ერთ-ერთ მათგანს. და მე ვნახე, როგორ იჯდა დოდო იმ მაგიდასთან, მისი სხეული იყო იქ, მაგრამ მისი თვალები იყო სადღაც შორს, თითქოს ის ცდილობდა, რომ არ ყოფილიყო იქ. ერთ-ერთმა კაცმა, რომლის სახელს არ დავასახელებ, ხელი დაადო მის მხარზე ისე, რომ ეს არ იყო მეგობრული ჟესტი.
და დოდომ არაფერი თქვა. მხოლოდ გაიგიმა ის ღიმილი, რომელსაც ყველა იცნობდა. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს ღიმილი იყო ნიღაბი. ეს იყო რეალობა, რომელშიც დოდო ცხოვრობდა. ის იყო ხატი, რომელსაც ყველა თაყვანს სცემდა, მაგრამ არავინ იცავდა. ის იყო სილამაზე, რომელსაც ყველა სურდა, მაგრამ არავინ პატივს სცემდა. და ყველაზე ტრაგიკული იყო ის, რომ დოდო თავად იწყებდა იმის რწმენას, რომ ეს იყო ნორმალური. რომ ეს იყო ფასი, რომელიც უნდა გადაეხადა სიცოცხლისთვის რეფლექტორების შუქში. მაგრამ 1975 წელს რაღაც შეიცვალა. დოდომ შეხვდა ადამიანს, რომელიც, როგორც ჩანს, პირველად მის ცხოვრებაში ხედავდა მას როგორც ადამიანს, არა როგორც ნივთს. ამ ადამიანის სახელი იყო ლევან ცულაია, ახალგაზრდა მწერალი, რომელიც მხოლოდ ახლახან გამოქვეყნებული ჰქონდა თავისი პირველი რომანი. ლევანი არ იყო კინოინდუსტრიიდან. ის არ იყო ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც დოდოს აკონტროლებდა. და შესაძლოა, სწორედ ამიტომ დოდომ მასში იპოვა რაღაც, რაც წლების განმავლობაში არ ჰქონდა, თავისუფლება. მათი რომანი იყო საიდუმლო. არავინ იცოდა მის შესახებ, არც მენეჯერები, არც ჟურნალისტები, არც ოჯახი. დოდო და ლევანი ხვდებოდნენ ღამით, მიტოვებულ ადგილებში, სადაც არავინ იცნობდა მათ. ისინი საუბრობდნენ საათობით, არა კინოზე, არა სახელზე, არა სიცოცხლეზე რეფლექტორებში. ისინი საუბრობდნენ რეალურ ცხოვრებაზე, იმაზე, რაც მნიშვნელოვანი იყო. და პირველად წლების განმავლობაში დოდო გრძნობდა, რომ ის იყო არა ნინო, არამედ უბრალოდ ქალი, რომელსაც უყვარდა და რომელსაც უყვარდნენ. მაგრამ ეს ბედნიერება ვერ გაგრძელდა. რადგან 1976 წელს ლევან ცულაია უეცრად გაქრა. ერთ დღეს ის იყო, მეორე დღეს აღარ. დოდომ ცდილობდა მის პოვნას, დარეკა მის სახლში, წავიდა მის სამუშაო ადგილზე. მაგრამ ყველა ამბობდა ერთსა და იმავეს, ლევანი წავიდა. საად? რატომ? არავინ პასუხობდა. და დოდომ გაიგო, ის იცოდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა. ის იცოდა, რომ ვინმემ გაარკვია მათი რომანის შესახებ. ის იცოდა, რომ ლევანին გაასწორეს. ვინ იყო პასუხისმგებელი ლევან ცულაიას გაქრობაზე? რატომ არ შეეძლო დოდოს მისი დაცვა? და რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც დოდომ გაიგო, რომ ლევანი აღარასოდეს დაბრუნდებოდა? ეს არის ის საიდუმლოება, რომელიც 30 წლის განმავლობაში დაფარული იყო. მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამ ისტორიის ფენების აცლას, ჩვენ ვხედავთ, რომ დოდოს ცხოვრება იყო არა მხოლოდ სილამაზისა და დიდების ისტორია. ეს იყო ტრაგედიის ისტორია, ქალისა, რომელმაც დაკარგა ყველაფერი, რაც მას ნამდვილად სურდა, იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ყველაფერი, რაც სხვებს სურდათ მისგან. 1977 წელს დოდო ჩიჩინაძე იყო 30 წლის. ეს იყო ასაკი, როდესაც ქალი მსახიობი საბჭოთა კინოში ითვლებოდა მომწიფებულად. ეს იყო ასაკი, როდესაც როლები იწყებდა შემცირებას, როდესაც ახალგაზრდა, უფრო ახალი სახეები იწყებდნენ გამოჩენას. მაგრამ დოდო ჯერ კიდევ იყო მოთხოვნადი, მისი სახელი ჯერ კიდევ იყო გარანტია, რომ ფილმი იქნებოდა წარმატებული. მაგრამ რაღაც იცვლებოდა. არა გარედან, არამედ შიგნიდან. დოდო იწყებდა დაღლას. ამ დაღლილობის შესახებ საუბრობს მარინა ხუციშვილი, რომელიც იმ დროს იყო დოდოს ერთ-ერთი ახლო მეგობარი. მარინა, რომელიც ახლა ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, იხსენებს იმ დღეებს ტკივილით. დოდო იყო ისეთი დაღლილი, ამბობს ის, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად. ის ამბობდა, რომ მას ეშინოდა სარკის შეხედვის. რადგან ყოველ დღეს, როდესაც ის ხედავდა საკუთარ თავს, ის ხედავდა, როგორ ქრებოდა რაღაც მასში. არა სილამაზე, ის ჯერ კიდევ იყო ლამაზი. არამედ რაღაც სხვა. ის ამბობდა, რომ ის კარგავდა საკუთარ თავს, რომ ის ხდებოდა მხოლოდ ის, რასაც სხვები სურდნენ, რომ ყოფილიყო. ამ პერიოდში დოდომ დაიწყო რაღაცის კეთება, რაც მანამდე არასოდეს გაუკეთებია, დაიწყო უარის თქმა. როდესაც მას სთავაზობდნენ როლებს, რომლებიც იყო იგივე ტიპის, ლამაზი, უბრალო, იდეალური ქალი, ის ამბობდა არა. ის სურდა როლები, რომლებიც იყო რთული, რომლებიც აჩვენებდნენ ადამიანის რეალურ სირთულეს. მაგრამ ეს უარები იწყებდა პრობლემების შექმნას. რეჟისორები, რომლებიც მანამდე მას მუზად უწოდებდნენ, იწყებდნენ მის რთულად წოდებას. პროდიუსერები, რომლებიც მანამდე მას ყველაფერს სთავაზობდნენ, იწყებდნენ მის იგნორირებას. და მაშინ 1977 წლის ზაფხულში მოხდა რაღაც, რამაც დოდოს ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ერთ საღამოს დოდო იყო თავის ბინაში, როდესაც კარზე დააკაკუნეს. როდესაც მან გააღო, კარზე იდგა კაცი, რომელსაც ის არ იცნობდა.
კაცი იყო დაახლოებით 40 წლის, კარგად ჩაცმული, მაგრამ მის თვალებში იყო რაღაც, რამაც დოდოს შიში გაუჩინა. კაცმა თქვა, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი საუბარი დოდოსთან. დოდომ არ სურდა მისი შეშვება, მაგრამ კაცმა თქვა რაღაც, რამაც ის გააკეთებინა, მან თქვა ლევან წულაიას სახელი. დოდომ შეუშვა კაცი. ისინი იჯდნენ მისაღებ ოთახში და კაცმა დაიწყო საუბარი. მან უთხრა დოდოს, რომ ის იცოდა ყველაფერი მის და ლევანის რომანის შესახებ. მან უთხრა, რომ ის იცოდა, სად იყო ლევანი და რომ ლევანი არ იყო წასული, როგორც ყველა ამბობდა. ლევანი იყო ციხეში ბრალდებული ანტისაბჭოთა აგიტაციაში. ეს იყო ბრალდება, რომელიც იმ დროს ნიშნავდა წლებს შრომით ბანაკში ან უარესს. და კაცმა უთხრა დოდოს, რომ მას შეეძლო დახმარება, მაგრამ ფასად. ფასი იყო მარტივი და საშინელი. კაცი სურდა, რომ დოდო თანამშრომლობა გაეწია, რომ ის ყოფილიყო ინფორმატორი, რომ ის აცნობებდა მას იმის შესახებ, რაც ხდებოდა კულტურულ წრეებში, ვინ რას ამბობდა, ვინ იყო არასანდო. სანაცვლოდ ლევანი გათავისუფლდებოდა. კაცმა დოდოს მისცა ერთი კვირა, რომ იფიქრა. და შემდეგ წავიდა, დატოვა დოდო მარტო მის ბინაში, რომელიც უეცრად გახდა გალია. რა გადაწყვიტა დოდომ? ამ კითხვაზე პასუხი არის ის, რაც განსაზღვრავს მის მთელშემდგომ ცხოვრებას. არსებობს ორი ვერსია. პირველი ვერსია, რომელსაც ზოგიერთი ამბობს, არის ის, რომ დოდომ უარი თქვა. რომ მან არ შეუწყო ხელი იმ სისტემას, რომელიც მას ასე ბევრს წაართვა. და რომ ამის გამო ლევანი არასოდეს გათავისუფლებულა, ის გარდაიცვალა ბანაკში 1969 წელს, ოფიციალურად გულის შეტევისგან. მეორე ვერსია, რომელსაც სხვები ამბობენ, არის ის, რომ დოდომ დათანხმდა. რომ მან გააკეთა ის, რაც მას სთხოვეს, იმ იმედით, რომ ეს გადაარჩენდა ლევანს. მაგრამ რომ ეს არაფერი შეცვალა, ლევანი მაინც გარდაიცვალა და დოდო დარჩა ცხოვრებაში იმის ცოდნით, რომ მან ღალატი გაუწია საკუთარ პრინციპებს უშედეგოდ. რომელი ვერსია არის ჭეშმარიტი? ჩვენ არ ვიცით. და შესაძლოა არასოდეს გავიგოთ. მაგრამ რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ ამ მოვლენის შემდეგ დოდო შეიცვალა. ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, ამბობენ, რომ რაღაც მასში გატყდა იმ ზაფხულში. მისი ღიმილი გახდა უფრო იძულებითი. მისი თვალები გახდა უფრო цаრიელი. ის გააგრძელა მუშაობა, გააგრძელა გამოჩენა ეკრანზე, მაგრამ ის აღარ იყო იგივე დოდო. 1970-იან წლებში დოდომ დაიწყო სმა. ეს არ იყო საჯარო, ის არასოდეს გამოჩენილა ნასვამი საჯაროდ. მაგრამ სახლში მარტო ის სვამდა. ის სვამდა იმისთვის, რომ დაეძინა, იმისთვის, რომ დაევიწყებინა, იმისთვის, რომ არ ეფიქრა. მისი მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ დოდო ამბობდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ის ამბობდა, რომ ის უბრალოდ იყო დაღლილი, რომ მას სჭირდებოდა დასვენება. მაგრამ ყველა იცოდა, რომ ეს არ იყო დაღლილობა. ეს იყო რაღაც უფრო ღრმა, ეს იყო სასოწარკვეთა. 1971 წელს დოდომ მიიღო როლი ფილმში ბოლო შემოდგომა. ეს იყო როლი მოხუცი ქალისა, რომელიც უკან იხედებოდა თავის ცხოვრებაზე და ხედავდა მხოლოდ დანაკარგებს. ეს იყო როლი, რომელიც იყო ძალიან ახლოს დოდოს საკუთარ რეალობასთან. და როდესაც ფილმი გამოვიდა, კრიტიკოსები წერდნენ, რომ დოდოს თამაში იყო განსაკუთრებით ძლიერი, რომ ის ნამდვილად გრძნობდა თავის პერსონაჟს. მაგრამ რას არ იცოდნენ ისინი? რომ დოდო არ თამაშობდა. ის უბრალოდ იყო საკუთარი თავი კამერის წინ. ფილმის გადაღების დროს მოხდა ინციდენტი, რომელზეც ბევრი საუბრობს, მაგრამ რომელიც არასოდეს დადასტურებულა ოფიციალურად. ერთ დღეს გადაღების შემდეგ დოდო დარჩა მარტო გადასაღებ მოედანზე. ყველა წავიდა, მაგრამ ის დარჩა იჯდა ერთ სკამზე, უყურებდა ცარიელ დეკორაციებს. ერთ-ერთმა ტექნიკოსმა, რომელიც დაბრუნდა, რომ რაღაც აეღო, იპოვა დოდო იქ მარტო და ტიროდა. არა ჩუმად ის ტიროდა ხმამაღლა, ისე როგორც ტირიან ადამიანები, როდესაც ფიქრობენ, რომ არავინ ისმენს. ტექნიკოსმა არ შეაწუხა ის, უბრალოდ წავიდა, დატოვა ის მარტო თავის ტკივილთან. რატომ ტიროდა დოდო იმ ღამეს? რას ფიქრობდა ის, როდესაც იჯდა იმ ცარიელ გადასაღებ მოედანზე? და რა იყო ის, რაც მას ასე აწამებდა, რომ მას აღარ შეეძლო ნიღბის ტარება? ეს არის ის კითხვები, რომლებზე პასუხი შეიძლება არასოდეს მივიღოთ. მაგრამ რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ დოდო ჩიჩინაძე, ქალი, რომელიც იყო მილიონების ოცნება, თავად ცხოვრობდა კოშმარში. რომ მისი სილამაზე, რომელიც იყო მისი კურთხევა, გახდა მისი წყევლა. რომ ის იყო ტყვე სისტემაში, რომელიც მას იყენებდა, მაგრამ არასოდეს აფასებდა როგორც ადამიანს. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამ ისტორიის უფრო ღრმა ფენების გახსნას, ჩვენ ვხედავთ, რომ დოდოს ცხოვრება იყო არა მხოლოდ ტრაგედია.
ეს იყო დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა არა ერთი ადამიანის მიერ, არამედ მთელი სისტემის მიერ, რომელიც ქალებს ხედავდა როგორც ობიექტებს, არა როგორც სუბიექტებს. და დოდო იყო ამ სისტემის მსხვერპლი, რომელმაც გადაიხადა უმაღლესი ფასი იმისთვის, რომ ყოფილიყო ის, რასაც სხვები სურდნენ, რომ ყოფილიყო. მაგრამ ისტორია არ სრულდება აქ. რადგან დოდოს ცხოვრება გაგრძელდა და ის, რაც მოხდა შემდეგ, იყო კიდევ უფრო რთული, კიდევ უფრო ტრაგიკული. როგორ გადარჩა დოდო იმ წლებში? როგორ იპოვა ის ძალა, რომ გაეგრძელებინა, როდესაც ყველაფერი მასში ამბობდა, რომ შეეჩერებინა? და ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც ბოლომდე დარჩნენ მის გვერდით, და ვინ იყო ისინი, რომლებმაც მას საბოლოოდ მიატოვეს? ეს არის ის კითხვები, რომლებზე პასუხს მივიღებთ შემდეგ თავებში, როდესაც ჩვენ გავაგრძელებთ ამ მძიმე, მაგრამ აუცილებელი მოგზაურობას დოდო ჩიჩინაძის ცხოვრების ბნელ კუთხეებში. 1972 წელს დოდოს პირად ნივთებს შორის, რომლებიც შენახული იყო ძველ ხის ყუთში, იპოვეს რაღაც, რაც არავის ელოდა, კონტრაქტი, ხელმოწერილი მძიმე შავი მელნით, რომელიც ადასტურებდა, რომ დოდო ჩიჩინაძე არ იყო თავისუფალი ადამიანი. ამ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 1966 წლით, დაწერილი იყო პირობები, რომლებიც აქცევდა მსახიობს მონად. მე-14 პუნქტი ამბობდა, მსახიობს ეკრძალება პირადი ცხოვრების საჯარო გამოვლენა, ქორწინება სტუდიის თანხმობის გარეშე, ბავშვის გაჩენა კონტრაქტის მოქმედების პერიოდში. მე-15 პუნქტი კი იყო კიდევ უფრო სასტიკი, წონის ცვლილება 5 კილოგრამზე მეტით, გარეგნობის ნებისმიერი შეცვლა, ან დაზიანება ითვლება კონტრაქტის დარღვევა და იწვევს ჯარიმას 3 წლის ხელფასის ოდენობით. დოდო არ იყო მსახიობი, ის იყო საკუთრება, ნივთი, რომელსაც ფასი ჰქონდა მხოლოდ მანამ, სანამ ის შეესაბამებოდა სტანდარტს. ყოველ ღიმილს, ყოველ ნაბიჯს, ყოველ სიტყვას აკონტროლებდნენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ უყურებდნენ მის თვალებში, ისინი უყურებდნენ მხოლოდ ბალანსს, რომელსაც ის მოაქვს. ვინ აიძულა ახალგაზრდა დოდო ხელი მოეწერა ამ საშინელ ხელშეკრულებაზე? რა იყო ის, რაც მას არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა საკუთარი სხეულით, საკუთარი გულით? იმ წლებში, როდესაც დოდოს სახელი ბრწყინავდა ყველა აფიშაზე, მის ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანი, რომელიც გახდებოდა მისი ჩრდილოვანი მეურვე და ბატონი, ნუგზარ ქავთარაძე, კინოსტუდიის დირექტორის მოადგილე, კაცი, რომელსაც ჰქონდა კავშირები პარტიის უმაღლეს ეშელონებში. ნუგზარი არ იყო რეჟისორი, არ იყო პროდიუსერი, ის იყო მენეჯერი, როგორც მას თავად უწოდებდნენ, მაგრამ რეალურად ის იყო კონტროლიორი. ყოველი დოდოს ნაბიჯი უნდა შეთანხმებულიყო მასთან. ყოველი ინტერვიუ, ყოველი საჯარო გამოსვლა, ყოველი ფოტოსესია, ყველაფერი გადიოდა ნუგზარის მეშვეობით. და ნუგზარი იყო ადამიანი, რომელიც არ იცნობდა თანაგრძნობას. მისთვის დოდო იყო ინვესტიცია, რომელიც უნდა მომგებიანი ყოფილიყო. როდესაც დოდო ცდილობდა უარის თქმას რომელიმე როლზე, ნუგზარი მას იხსენებდა კონტრაქტს. როდესაც ის ცდილობდა პირად ცხოვრებაზე საუბარს, ნუგზარი მას ეუბნებოდა, შენ არ გაქვს პირადი ცხოვრება. შენ ხარ დოდო ჩიჩინაძე და ეს არის შენი ერთადერთი იდენტობა. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიზოდი, რომელზეც საუბრობს ლალი ბერიძე, დოდოს მაშინდელი გრიმიორი, მოხდა 1973 წელს. დოდო მაშინ იყო 26 წლის და ის შეუყვარდა ახალგაზრდა ინჟინერს, რომელიც არ იყო კინოინდუსტრიიდან, მარტივი, ჩვეულებრივი კაცი, რომელიც მას ეპყრობოდა როგორც ქალს, არა როგორც ვარსკვლავს. დოდო სურდა ქორწინება. ის სურდა ბავშვები. ის სურდა ნორმალური ცხოვრება. მაგრამ როდესაც ნუგზარმა გაიგო ამის შესახებ, მან დოდო გამოიძახა თავის ოფისში, ის ოფისი, რომელიც იყო კინოსტუდიის შენობის მესამე სართულზე, სადაც ფანჯრები ყოველთვის იყო დახშული ბნელი ფარდებით. იქ, იმ ოთახში, რომელიც სუნავდა თამბაქოთი და ძველი ქაღალდებით, ნუგზარმა დოდოს უთხრა რაღაც, რამაც მისი გული გატეხა. თუ შენ დაქორწინდები, თქვა მან ცივად, შენი კარიერა დასრულდება. არა იმიტომ, რომ მე ასე ვიტყვი, არამედ იმიტომ, რომ ასეა წესი. ხალხს სჭირდება ოცნება, არა ქორწინებული ქალი ბავშვებით. და თუ შენ გადაწყვეტ, რომ შენი პირადი ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ვალდებულება, მაშინ შენ არ იქნები მხოლოდ უმუშევარი. შენ იქნები გაანადგურებული. ლალი იხსენებს, რომ დოდო დაბრუნდა იმ შეხვედრიდან თეთრი სახით, თითქოს სისხლი გაუშრა. მან არაფერი უთხრა, მაგრამ 2 კვირის შემდეგ ის ინჟინერი გაქრა დოდოს ცხოვრებიდან და დოდომ არასოდეს აღარ ისაუბრა მასზე. მაგრამ ნუგზარი არ იყო ერთადერთი, ვინც აკონტროლებდა დოდოს ცხოვრებას. იყო მთელი ქსელი, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ძალაუფლებით, ფულით, საიდუმლოებებით. ერთ-ერთი მათგანი იყო ელენე მესხიშვილი, ქალი, რომელიც ოფიციალურად იყო კულტურული მრჩეველი, მაგრამ რეალურად იყო ინფორმატორი.
ელენე დადიოდა ყველა პრემიერაზე, ყველა მიღებაზე, ყველა კერძო შეკრებაზე და ის უსმენდა. ის უსმენდა, ვინ რას ამბობდა, ვინ ვისთან იყო, ვინ რას ფიქრობდა. და შემდეგ ის აცნობებდა. არსებობს ისტორია, რომელსაც მოგვითხრობს გიორგი ჯავახიშვილი, მაშინდელი სცენარისტი, რომ ერთხელ ერთ კერძო წვეულებაზე, სადაც იყო დოდო და რამდენიმე სხვა მსახიობი, ვიღაცამ თქვა ანეკდოტი პარტიის ლიდერზე, უუნებელი, სულ უბრალო ხუმრობა. ყველა გაიცინა. მაგრამ ელენე იყო იქ. და მეორე დღეს ის ადამიანი, ვინც ის ანეკდოტი თქვა, დაკარგა თავისი სამსახური. დოდო იყო იმ წვეულებაზე. ის ხედავდა რა მოხდა. და ის გაიგო, რომ არავის შეეძლო ენდობოდა, რომ ყველა იყო პოტენციური მოღალატე. ამ ატმოსფეროში, სადაც ყოველი სიტყვა შეიძლებოდა გამოყენებულიყო შენს წინააღმდეგ, დოდო სწავლობდა დუმილს. ის სწავლობდა ღიმილს, როდესაც სურდა ტირილი. ის სწავლობდა თანხმობას, როდესაც სურდა კამათი. ის სწავლობდა იყოს ის, რასაც სხვები სურდნენ, და ამ პროცესში ის კარგავდა საკუთარ თავს. მისი მეგობრები იწყებდნენ შენიშვნას, რომ დოდო ხდებოდა უფრო ჩუმი, უფრო დისტანციური. ის იყო იქ ფიზიკურად, მაგრამ ემოციურად ის იყო სადღაც შორს დაცული ისეთი კედლებით, რომლებსაც არავინ შეეძლო გადალახვა. 1974 წელს მოხდა ინციდენტი, რომელმაც ყველაფერი გამოავლინა და რომელიც ოფიციალურად არასოდეს გახდა საჯარო. დოდო იყო გადაღებებზე ახალი ფილმისთვის, რომელიც უნდა ყოფილიყო პრესტიჟული პროექტი, ფილმი, რომელიც უნდა წარდგენილიყო საერთაშორისო ფესტივალზე. რეჟისორი იყო ცნობილი, მოთხოვნადი და ის მოელოდა სრულყოფილებას. ერთ დღეს გადაღების დროს დოდომ ვერ შეასრულა სცენა ისე, როგორც რეჟისორს სურდა. ის ცდილობდა ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ, მაგრამ რეჟისორი არ იყო კმაყოფილი. და მაშინ ყველას წინაშე, მსახიობების, ტექნიკოსების, ასისტენტების წინაშე, რეჟისორმა დაიწყო დოდოს შეურაცხყოფა. მან უთხრა, რომ ის იყო გაფუჭებული პრიმადონა, რომ ის ფიქრობდა, რომ მისი სახე საკმარისი იყო, რომ ის არ იყო რეალური მსახიობი, მხოლოდ ლამაზი ნიღაბი. დოდო იდგა და უსმენდა. მისი სხეული კანკალებდა, მაგრამ ის არაფერს ამბობდა. და მაშინ რეჟისორმა გააკეთა რაღაც, რაც გადააჭარბა ყველა საზღვარს, მან ააგდო თავისი სკრიპტი დოდოს სახეში და უთხრა, გადი აქედან. შენ არ ხარ ღირსი ამ როლისა. დოდო გავიდა. ის გავიდა გადასაღები მოედნიდან, გავიდა შენობიდან და დაიწყო სიარული, უბრალოდ სიარული, არ იცოდა სად. ის დადიოდა თბილისის ქუჩებში საათობით და ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, ცდილობდნენ მასთან მისვლას, მაგრამ ის არ ჩერდებოდა. ის სიარულობდა, თითქოს ცდილობდა გაქცევას, მაგრამ საიდან? საკუთარი ცხოვრებიდან? საკუთარი თავიდან? საღამოს, როდესაც ის საბოლოოდ დაბრუნდა სახლში, მან იპოვა ნუგზარი, რომელიც ელოდა მას მისაღებ ოთახში. ნუგზარმა არაფერი უთხრა დამცირების შესახებ. ის უბრალოდ უთხრა, ხვალ შენ დაბრუნდები გადაღებებზე. შენ მოიხდი ბოდიშს რეჟისორის წინაშე. და შენ შეასრულებ სცენას ისე, როგორც მან გითხრა. დოდო უყურა მას, ამ კაცს, რომელიც აკონტროლებდა მის ცხოვრებას და რაღაც მასში გატყდა. მან თქვა, არა. ეს იყო პირველი ღია უარი, რომელიც მან ოდესმე უთხრა ნუგზარს. და ნუგზარის რეაქცია იყო მყისიერი და სასტიკი. მან უთხრა, მაშინ შენ აღარ იმუშავებ. არა ამ ფილმში, არა არც ერთ სხვა ფილმში. მე დავზრუნავ ამაზე. და ის დაზრუნდა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში დოდოს არ შესთავაზეს არც ერთი როლი. არც ერთი რეჟისორი არ უკავშირდებოდა. არც ერთი პროდიუსერი არ რეკავდა. ის იყო ფაქტობრივად ჩავს სიაში, არაოფიციალურად, არამედ ჩუმად ისე, როგორც ხდებოდა იმ სისტემაში. ადამიანები, რომლებიც მანამდე მას მეგობრებს უწოდებდნენ, იწყებდნენ მის თავიდან აცილებას. ჟურნალისტები, რომლებიც მანამდე მას ინტერვიუებს სთხოვდნენ, უეცრად კარგავდნენ ინტერესს. დოდო ხდებოდა მოჩვენება, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იყო ცოცხალი, მაგრამ უკვე დავიწყებული. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ არავინ საუბრობდა ამაზე. არავინ ამბობდა, დოდო არის შავს სიაში. ყველა უბრალოდ იქცეოდა ისეთ, თითქოს ის აღარ არსებობდა. როგორ გადარჩა დოდო იმ თვეებში? როგორ იპოვა ის ძალა, რომ არ დანებებულიყო, როდესაც მთელი სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობდა, აგდებდა მას? და ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ გაუწოდა ხელი და რა ფასი გადაუხადა დოდომ ამ დახმარებისთვის? ეს არის ის საიდუმლოება, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება გახსნას და რომელიც, როდესაც გაიხსნება, აჩვენებს, რომ დოდოს ცხოვრება იყო კიდევ უფრო რთული, ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოედგინა.
1975 წლის გაზაფხულზე, როდესაც დოდო უკვე 6 თვეა იყო ფაქტობრივად გარიყული კინოინდუსტრიიდან, მის ბინაში გამოჩნდა ქალი, რომელიც თავს ძველ მეგობარს უწოდებდა, მაგრამ რომელსაც დოდო რეალურად არ იცნობდა კარგად. თამარ კიფიანი ქალი დაახლოებით 40 წლის, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა როგორც კულტურული კოორდინატორი საგარეო ურთიერთობების სამინისტროში. თამარი შემოვიდა დოდოს ბინაში ღიმილით, ყავით და ნამცხრებით, თითქოს ეს იყო უბრალო მეგობრული ვიზიტი. მაგრამ როდესაც ისინი დასხდნენ, თამარმა დაიწყო საუბარი, რომელიც სულაც არ იყო მეგობრული. მან უთხრა დოდოს, რომ იცოდა მის სიტუაციის შესახებ, რომ იცოდა, რომ ის იყო გარიყული. და მან უთხრა, რომ მას შეეძლო დახმარება, მაგრამ რა თქმა უნდა, ფასად. ფასი იყო მარტივი გარედან, მაგრამ რთული შინაგანად. თამარს სურდა, რომ დოდო წარმოადგინა საქართველოს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებზე, ოფიციალურ დელეგაციებში, სადაც იქნებოდნენ მცხველი დიპლომატები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები. დოდოს როლი იქნებოდა მარტივი, იყო ლამაზი, იყო მომხიბვლელი, ესაუბრა ადამიანებს, გაეცნო მათ და შემდეგ აცნობო თამარს, რაზე საუბრობდნენ ისინი, რა იყო მათი ინტერესები, რა იყო მათი სისუსტეები. სხვა სიტყვებით, დოდო უნდა გამხდარიყო ის, რასაც ახლა უწოდებენ თაფლის ხაფანგს, ლამაზი ქალი, რომელიც იყენებს თავის მიმზიდველობას ინფორმაციის მოსაპოვებლად. თამარმა ეს ყველაფერი ახსნა ისე მშვიდად, ისე ბუნებრივად, თითქოს ის სთხოვდა დოდოს, რომ წასულიყო ერთად ყავაზე. და მან დაამატა, თუ შენ დათანხმდები, მე დავზრუნავ, რომ შენი კარიერა აღდგეს. ნუ გზარი და სხვები აღარ იქნებიან პრობლემა. მაგრამ თუ შენ ვარ სიტყვი, მაშინ შენ დარჩები სადაც ხარ. და ჩვენ ორივე ვიცით, რომ ეს არის ბოლო. დოდომ ჰკითხა დრო ფიქრისთვის. თამარმა მისცა 2 დღე. და იმ 2 დღის განმავლობაში დოდო არ ძინავდა. ის ფიქრობდა ლევან ცულაიაზე, კაცზე, რომელიც გაქრა მისი ცხოვრებიდან, რადგან ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ის იყოს საშიშროება. ის ფიქრობდა იმ ინჟინერზე, რომელსაც უყვარდა, მაგრამ რომელსაც მოუწია მიტოვება, რადგან ნუგზარმა უთხრა, რომ პირადი ბედნიერება არ იყო ნებადართული. ის ფიქრობდა ყველა იმ მომენტზე, როდესაც მას უწევდა ღიმილი, როდესაც სურდა ტირილი, როდესაც უწევდა დუმილი, როდესაც სურდა ყვირილი. და ის ფიქრობდა, რა იყო ის, რაც მას ჯერ კიდევ რჩებოდა. რა იყო ის, რისთვისაც ღირდა ბრძოლა. მესამე დღეს დოდომ დარეკა თამარს და უთხრა, მე დავთანხმდები. და ამ 2 სიტყვით დოდო შევიდა სამყაროში, რომელიც იყო კიდევ უფრო ბნელი, ვიდრე ის, რომელშიც ის მანამდე ცხოვრობდა. მომდევნო წლების განმავლობაში დოდო დაესწრო უამრავ ღონისძიებას, მიღებებს, ბანკეტებს, კერძო წვეულებებს, სადაც ის იყო საქართველოს სახე. ის ესაუბრებოდა უცხოელ დიპლომატებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს. ის იყო მომხიბვლელი, ინტელექტუალური, ლამაზი. და ის უსმენდა. ის უსმენდა, რაზე საუბრობდნენ ისინი, როდესაც ფიქრობდნენ, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ის უსმენდა მათ საიდუმლოებებს, მათ შიშებს, მათ სურვილებს. და შემდეგ, როდესაც ის ბრუნდებოდა სახლში, ის წერდა ყველაფერს, ყოველ დეტალს, ყოველ სიტყვას და აძლევდა თამარს. ამ პერიოდის შესახებ საუბრობს ადამიანი, რომელიც მოითხოვს სრულ ანონიმურობას, მაგრამ რომელიც ამბობს, რომ იყო ახლოს იმ ოპერაციებთან. დოდო იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აგენტი, რაც ოდესმე გყოლია, ამბობს ის. არა იმიტომ, რომ ის იყო განსაკუთრებით ნიჭიერი ჯაშუშობაში, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ენდობოდნენ მას. ისინი ხედავდნენ ლამაზ ქალს, ცნობილ მსახიობს და ფიქრობდნენ, რომ ის იყო უნებელი. მაგრამ დოდო იყო ყველაფერი, მხოლოდ არა უნებელი. ის იყო ტყვე, რომელიც აკეთებდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა, რომ გადარჩენოდა. ეს ადამიანი ასევე ამბობს რაღაც, რაც არის კიდევ უფრო შემაშფოთებელი, იყო მომენტები, როდესაც დოდოს ინფორმაცია იყო ისეთი ღირებული, რომ ის გამოიყენებოდა არა მხოლოდ დიპლომატიური მიზნებისთვის, არამედ სხვა მიზნებისთვის. იყო ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ იმის გამო, რაც დოდომ აცნობა. და მე ვფიქრობ, რომ დოდო იცოდა ამის შესახებ. და ეს კლავდა მას შიგნიდან. 1977 წელს მოხდა ინციდენტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. დოდო იყო ერთ კერძო მიღებაზე, სადაც იყო ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ დიდ გაზეთში. ჟურნალისტი, რომელსაც ერქვა დევიდ კლარკი, იყო ახალგაზრდა, იდეალისტი და ის მუშაობდა მასალაზე საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. დოდომ დაიწყო საუბარი მასთან, როგორც ყოველთვის, მომხიბვლელად, ინტერესით. მაგრამ რაღაც მოხდა იმ საუბარში, რაღაც, რაც არ იყო დაგეგმილი. დევიდმა ჰკითხა დოდოს, რას ფიქრობდა ის ხელოვნებაზე, თავისუფლებაზე, იმაზე, რას ნიშნავდა იყო შემოქმედი ქვეყანაში, სადაც ყველაფერი იყო კონტროლირებული.
და დოდომ, შესაძლოა იმიტომ, რომ ის იყო დაღლილი, შესაძლოა იმიტომ, რომ ის იყო სასოწარკვეთილი, შესაძლოა იმიტომ, რომ ის უბრალოდ აღარ ძალუძს და ტყუილი, უპასუხა ჭეშმარიტად. მან უთხრა, რომ ხელოვნება იყო ილუზია, რომ თავისუფლება იყო სიტყვა, რომელსაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ შემოქმედი იყო მხოლოდ მარიონეტი, რომელსაც სხვები აკონტროლებდნენ. და მან უთხრა ეს ისე ემოციურად, ისე ნამდვილად, რომ დევიდმა გაიგო, ეს არ იყო აბსტრაქტული ფილოსოფია. ეს იყო პირადი აღიარება. დევიდმა სთხოვა დოდოს, რომ ეს საუბარი გაეგრძელებინათ კერძოდ. დოდომ უნდა უარი ეთქვა, ის იცოდა, რომ ეს იყო საშიშრო, რომ ეს იყო წესების დარღვევა. მაგრამ რაღაცმა მასში, შესაძლოა სურვილმა, რომ ესაუბრა ვინმესთან ნამდვილად, შესაძლოა იმედმა, რომ ეს ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო განსხვავებული, გააკეთებინა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა. მან დათანხმდა. ისინი შეხვდნენ მეორე დღეს, ერთ მცირე კაფეში, სადაც არავინ იცნობდა მათ. და იქ, იმ კაფეში, რომელიც სუნავდა ახლად მოხალული ყავით და ძველი წიგნებით, დოდომ გააკეთა რაღაც, რაც არასოდეს გაუკეთებია, მან ისაუბრა ჭეშმარიტად. მან უთხრა დევიდს თავისი ცხოვრების შესახებ, არა იმ ცხოვრების, რომელსაც ჟურნალებში აღწერდნენ, არამედ რეალური ცხოვრების. მან უთხრა კონტრაქტის შესახებ, რომელიც აქცევდა მას საკუთრებად. მან უთხრა ნუგზარის შესახებ, რომელიც აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს. მან უთხრა თამარის შესახებ, რომელიც აქცევდა მას ჯაშუშად. მან უთხრა ყველაფერი და როდესაც ის ამთავრებდა, ის ტიროდა. დევიდმა მოусმინა. და შემდეგ მან ჰკითხა, შემიძლია ამის გამოქვეყნება, დოდომ უყურა მას, ამ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტება შეიძლებოდა ყოფილიყო იარაღი, და მან თქვა, თუ შენ ამას გამოაქვეყნებ, მე მოვკვდები. არა მეტაფორულად. რეალურად. ისინი მომკლავენ. ან გააკეთებენ ისე, რომ მე თავი მოვიკლა. მაგრამ და აქ ის შეჩერდა, თითქოს აწონდა-აწონებდა რაღაცას, მაგრამ შესაძლოა ეს არის ერთადერთი გზა, რომ ეს შეჩერდეს. არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც. დევიდმა ჰკითხა, ეს არის თქვენი თანხმობა, დოდომ თქვა, ეს არის ჩემი სიკვდილის განაჩენი. მაგრამ დიახ. დევიდ კლარკმა გამოაქვეყნა სტატია 2 თვის შემდეგ. ის გამოვიდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრიტანულ გაზეთში და სათაური იყო, ოქროს გალია, როგორ აქცევს საბჭოთა კავშირი თავის ვარსკვლავებს მონებად. სტატიაში არ იყო დასახელებული დოდოს სახელი, დევიდმა გამოიყენა ფსევდონიმი, ნინოს, მაგრამ ყველა, ვინც იცნობდა საქართველოს კინოინდუსტრიას, იცოდა, ვის შესახებ იყო საუბარი. სტატია იყო დეტალური, დამაჯერებელი, შემაძრწუნებელი. ის აღწერდა კონტრაქტებს, რომლებიც აქცევდა მსახიობებს საკუთრებად. ის აღწერდა სისტემას, რომელიც იყენებდა ლამაზ ქალებს, როგორც ჯაშუშებს. ის აღწერდა ცხოვრებას, რომელიც გარედან ჩანდა ბრწყინვალედ, მაგრამ შიგნიდან იყო ჯოჯოხეთი. სტატიის გამოქვეყნებიდან 2 დღის შემდეგ, დოდო გაქრა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ის უბრალოდ არ გამოჩენილა, არ პასუხობდა ტელეფონს, არ ხსნიდა კარს. ერთ კვირაში პოლიციამ გახსნა მისი ბინის კარი და იპოვა დოდო ცოცხალი, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც იყო უარესი სიკვდილზე. ის იყო გაუპატიურებული, დაცემული, შეშინებული. ოფიციალური ვერსია იყო, რომ ის დაეცა კიბეებზე. მაგრამ ყველა იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი. ყველა იცოდა, რომ ეს იყო სასჯელი ქალისთვის, რომელმაც გაბედა ჭეშმარიტების თქმა. რა მოხდა დოდოსთან იმ კვირაში? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს? და როგორ გადარჩა დოდო, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ამის შემდეგ? ეს არის ის კითხვები, რომლებზე პასუხი ჯერ კიდევ ელოდება სრულ გახსნას, მაგრამ რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ დოდო ჩიჩინაძე, ქალი, რომელიც იყო საქართველოს სილამაზის სიმბოლო, გახდა მისი ყველაზე ტრაგიკული მსხვერპლი. 1977 წლის შემოდგომაზე, როდესაც დოდო ჩიჩინაძე საბოლოოდ გამოვიდა საავადმყოფოდან, სადაც ის გაატარა 2 თვე აღდგენაზე, მისი სახლის კარებთან გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ის არ ელოდა, მისი ყოფილი ქმარი, ოპერატორი, რომელთანაც ის განქორწინდა თითქმის 10 წლის წინ და რომელთანაც მას არ ჰქონდა კონტაქტი მას შემდეგ. კაცი იდგა კარებთან ყვავილებით ხელში, თეთრი ვარდები, რომლებიც ოდესღაც იყო დოდოს საყვარელი, და როდესაც დოდომ გახსნა კარი, მან დაინახა არა ის ახალგაზრდა, ამბიციური კაცი, რომელზეც ის ოდესღაც დაქორწინდა, არამედ მოხუცი ადამიანი, რომლის თვალებში იყო რაღაც, რაც ჰგავდა სინანულს, მაგრამ რაც შეიძლებოდა ყოფილიყო უბრალოდ შიში. მან თქვა მხოლოდ 2 სიტყვა, მე ვიცოდი. და ამ 2 სიტყვით დოდომ გაიგო, ის იცოდა ყველაფერი, რაც მას ემართებოდა იმ წლების განმავლობაში, როდესაც ისინი იყვნენ ერთად. ის იცოდა კონტრაქტის შესახებ, იცოდა ნუგზარის შესახებ, იცოდა იმ კერძო შეხვედრების შესახებ, სადაც დოდოს უწევდა დასწრება. და ის არაფერი უთქვამს.
ის უბრალოდ იყენებდა მას, იყენებდა მის სახელს, მის კავშირებს, მის სხეულს, იმისთვის, რომ აეშენებინა საკუთარი კარიერა. და ახლა, როდესაც დოდო იყო გატეხილი, როდესაც მისი სახელი იყო გაბილწული, როდესაც მთელი ქვეყანა ჩურჩულებდა იმაზე, რაც მოხდა, ახლა ის მოვიდა ბოდიშის მოსახდელად. დოდომ უყურა მას, ამ კაცს, რომელიც ოდესღაც იყო მისი ქმარი, რომელიც ოდესღაც ეძინა მის გვერდით, რომელიც ოდესღაც ამბობდა, რომ უყვარდა და მან თქვა ის, რაც მან უნდა ეთქვა წლების წინ, შენ არ იყავი ჩემი ქმარი. შენ იყავი ჩემი პირველი ციხის მცველი. და მან დახურა კარი მის სახეში, დატოვა ის იქ, იმ თეთრი ვარდებით, რომლებიც ნელ-ნელა ჩქნებოდნენ მის ხელებში. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი მოულოდნელი ვიზიტორი იმ დღეებში. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ძალიან დაკავებულები, რომ დოდოს დაერეკათ, უეცრად იწყებდნენ გამოჩენას, ზოგი ყვავილებით, ზოგი საჩუქრებით, ზოგი უბრალოდ შემოსალმებით. მაგრამ დოდო იცნობდა ამ თამაშს. ის იცოდა, რომ ეს არ იყო თანაგრძნობა, ეს იყო შიში. შიში იმისა, რომ დოდო შეიძლებოდა ესაუბრა კიდევ, რომ ის შეიძლებოდა დაესახელებინა სახელები, რომ ის შეიძლებოდა გამოეფხიზლებინა ყველა ის საიდუმლოება, რომელიც მან იცოდა. და ისინი მოდიოდნენ არა იმისთვის, რომ დაენახათ, როგორ იყო ის, არამედ იმისთვის, რომ შეეფასებინათ, რამდენად საშიში იყო ის ჯერ კიდევ. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტორი იყო ელენე მესხიშვილი, ის კულტურული მრჩეველი, რომელიც რეალურად იყო ინფორმატორი და რომელიც წლების განმავლობაში აგროვებდა ინფორმაციას ყველაზე. ელენე შემოვიდა დოდოს ბინაში ისეთი თავდაჯერებულობით, თითქოს ის იყო მასპინძელი, არა სტუმარი. ის დაჯდა დოდოს მისაღებ ოთახში, გადაიკვეთა ფეხები და თქვა, შენ გააკეთე ძალიან სულელური რამ, დოდო. ძალიან სულელური. დოდომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ უყურებდა მას იმ ცარიელი მზერით, რომელიც მას ჰქონდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა საავადმყოფოდან. ელენემ გააგრძელა, მაგრამ შენ იცი რა არის კარგი ამბავი? ის, რომ არავინ გჯერა. ის ბრიტანელი ჟურნალისტი, ყველა მიფიქრა, რომ ის იყო პროვოკატორი, რომ ის იყენებდა შენს სახელს თავისი პოლიტიკური აგენდისთვის. და შენ, ყველა მიფიქრა, რომ შენ იყავი უბრალოდ გამოყენებული, გაუნათლებელი მსახიობი, რომელმაც არ გაიგო, რას აკეთებდა. ელენე დაელოდა რეაქციას, მაგრამ დოდო კვლავ დუმდა. და მაშინ ელენემ თქვა რაღაც, რამაც დოდოს გული გაუყინა, მაგრამ ჩვენ ვიცით ჭეშმარიტება არა? ჩვენ ვიცით, რომ შენ ზუსტად იცოდი, რას აკეთებდი. და ჩვენ ვიცით, რომ შენ ჯერ კიდევ იცი ძალიან ბევრი სახელი, ძალიან ბევრი საიდუმლოება. ასე რომ აი რას გეტყვი, შენ დარჩები ჩუმად. შენ აღარ ისაუბრებ არც ერთ ჟურნალისტთან, არც ერთ უცხოელთან, არავისთან. და სანაცვლოდ, ჩვენ დაგტოვებთ მშვიდობაში. შენ შეგიძლია იცხოვრო შენს პატარა ბინაში, შენს პატარა სამყაროში და არავინ შეგაწუხებს. მაგრამ თუ შენ გადაწყვეტ, რომ კიდევ ერთხელ გახსნა პირი, მაშინ ის, რაც მოხდა ამჯერად, იქნება მხოლოდ დასაწყისი. ელენე წამოდგა, გაასწორა თავისი კაბა და წავიდა, დატოვა დოდო მარტო იმ სიტყვებთან, რომლებიც ჰქონდა. ნათქვამი სიტყვები, რომლებიც არ იყო მუქარა, არამედ დაპირება. იმ ღამეს, როდესაც დოდო დარჩა მარტო თავის ბინაში, ის გააკეთა რაღაც, რაც მან არ გაუკეთებია წლების განმავლობაში. ის გადავიდა თავის საძინებელში, გახსნა ძველი კომოდი და ამოიღო ყუთი, სადაც ინახებოდა ყველა ის ფოტო, ყველა ის წერილი, ყველა ის დოკუმენტი, რომელიც იყო მისი ცხოვრების მტკიცებულება, რეალური ცხოვრების, არა იმისა, რასაც ჟურნალებში აღწერდნენ. ის იჯდა იქ, იატაკზე, გარშემო გაფანტული ფოტოებით და უყურებდა მათ ფოტოებს ახალგაზრდა დოდოსი, რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა ოცნებები, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ სილამაზე იყო საჩუქარი, არა წყევლა. ფოტოებს ლევან წულაიასთან, კაცთან, რომელიც ოდესღაც აძლევდა მას იმედს, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო განსხვავებული ცხოვრება. ფოტოებს გადაღებებიდან, სადაც ის ღიმოდა კამერისთვის, მაგრამ მისი თვალები იყო ცარიელი. და ის ფიქრობდა, რა იყო ის, რისთვისაც ღირდა ყოველივე ეს? რა იყო ის, რაც მას ჯერ კიდევ რჩებოდა? პასუხი მოვიდა მოულოდნელად 2 კვირის შემდეგ, როდესაც დოდოს მოუტანეს წერილი, არა ჩვეულებრივი პოსტით, არამედ ხელით, ადამიანის მიერ, რომელიც უბრალოდ დააკაკუნა კარზე, ჩააგდო კონვერტი და გაქრა. კონვერტი არ ჰქონდა გამომგზავნის მისამართი, არ ჰქონდა მარკა, მხოლოდ დოდოს სახელი, დაწერილი ხელით, რომელიც ჩანდა ძველად, კანკალით. დოდომ გახსნა კონვერტი და იპოვა ერთი ფურცელი ქაღალდი, რომელზეც იყო ნაწერი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა, შენ არ ხარ მარტო. ჩვენ ვართ ბევრი. და ჩვენ გვახსოვს. წერილს არ ჰქონდა ხელმოწერა, არ ჰქონდა თარიღი, მაგრამ დოდომ იცოდა, რას ნიშნავდა ეს. ეს ნიშნავდა, რომ იყვნენ სხვები, სხვა ქალები, სხვა მსახიობები, სხვა მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელმაც მათ გამოიყენა და გადააგდო. და ისინი იყვნენ იქ, ჩრდილში, უყურებდნენ, ელოდნენ.
მაგრამ რას ელოდნენ? რომ დოდო კიდევ ერთხელ ესაუბრა? რომ ის გახდებოდა ხმამათი დუმილისა? თუ რომ ის უბრალოდ გადარჩენოდა და ამით აჩვენებდა, რომ შესაძლებელი იყო გადარჩენა? დოდომ არ იცოდა პასუხი. მაგრამ რაც ის იცოდა იყო ის, რომ ის აღარ შეეძლო იყოს ის, ვინც ის იყო მანამდე. ის აღარ შეეძლო ყოფილიყო ნინო, იდეალური, ლამაზი, მორჩილი ნინო, რომელსაც ყველა უყვარდა. რადგან ის ნინო არასოდეს არ არსებობდა, ის იყო მხოლოდ როლი, რომელსაც დოდო თამაშობდა. და ახლა, როდესაც ის როლი იყო დამთავრებული, როდესაც ნიღაბი იყო ჩამოგლეჯილი, დოდოს უნდა ესწავლა, როგორ ყოფილიყო უბრალოდ დოდო, ქალი, რომელსაც ჰქონდა ნაციბურები, რომელსაც ჰქონდა შიში, რომელსაც ჰქონდა ტკივილი, მაგრამ რომელიც ჯერ კიდევ იყო ცოცხალი. და ეს იყო ყველაზე რთული როლი, რომელიც მას ოდესმე უთამაშია. რა გადაწყვიტა დოდომ იმ დღეებში, როდესაც ის იჯდა თავის ბინაში, მარტო, გარშემორტყმული შიშით და საიდუმლოებებით. როგორ იპოვა ის ძალა, რომ გაეგრძელებინა, როდესაც ყველაფერი მასში ამბობდა, რომ შეეჩერებინა? და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც გაუგზავნეს ის წერილი და რა როლი ითამაშეს ისინი დოდოს შემდგომ ცხოვრებაში? 1977 წლის გაზაფხულზე, თბილისის ერთ-ერთ პატარა, თითქმის მიტოვებულ კინოთეატრში, რომელიც ოდესღაც იყო ცნობილი, მაგრამ ახლა იყო გამოყენებული მხოლოდ იშვიათი არაკომერციული ჩვენებებისთვის, გაიმართა ღონისძიება, რომელზეც თითქმის არავინ იცოდა რეტროსპექტიული ჩვენება დოდო ჩიჩინაძის ფილმებისა. ორგანიზატორი იყო ახალგაზრდა კინოკრიტიკოსი სახელად ნინო ჯაფარიძე, ქალი 30 წლის, რომელიც წერდა სტატიებს ერთ პატარა კულტურულ ჟურნალში და რომელიც თავის თავს თვლიდა ფემინისტად, სიტყვა, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირში იყო თითქმის აკრძალული, თითქმის საშიში. ნინო ჯაფარიძე არ იყო ნაწილი ოფიციალური კინოსისტემისა, ის იყო აუტსაიდერი, ადამიანი, რომელიც ცდილობდა ესაუბრა იმაზე, რაზე სხვები დუმდნენ. და ის გადაწყვიტა, რომ დოდო ჩიჩინაძის ისტორია იყო ის, რაზეც უნდა ესაუბრათ, არა როგორც სკანდალზე, არამედ როგორც სიმბოლოზე იმისა, რაც ხდებოდა ქალებთან იმ სისტემაში. ნინომ გაუგზავნა მოწვევა დოდოს პირადად ხელით დაწერილი წერილით, სადაც ის უხსნიდა, რას აპირებდა. ის წერდა: მე არ მინდა თქვენი ტრაგედიის ექსპლუატაცია. მე მინდა თქვენი ხელოვნების აღიარება, არა როგორც ობიექტისა, არამედ როგორც სუბიექტისა. მე მინდა, რომ ადამიანებმა ნახონ თქვენი ფილმები და გაიგონ, რომ თქვენი ყავით არა მხოლოდ ლამაზი სახე, არამედ რეალური მსახიობი, რეალური ადამიანი. დოდომ წაიკითხა ეს წერილი და პირველად თვეების განმავლობაში მან იგრძნო რაღაც, რაც ჰგავდა იმედს. მაგრამ ის ასევე გრძნობდა შიშს იმისა, რომ თუ ის წავიდა იმ ღონისძიებაზე, თუ ის გამოჩნდა საჯაროდ, ის კვლავ გახდებოდა სამიზნე. მაგრამ რაღაცმა მასში, შესაძლოა იმ წერილმა, რომელიც მან მიიღო, სადაც წერდა შენ არ ხარ მარტო, შესაძლოა უბრალოდ სურვილმა, რომ კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ ის იყო რაღაც მეტი, ვიდრე მსხვერპლი, გააკეთებინა გადაწყვეტილება. მან უპასუხა ნინოს და უთხრა: მე მოვალ. ღონისძიების საღამოს კინოთეატრი იყო თითქმის ცარიელი, იყო დაახლოებით 30 ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, სტუდენტები, ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ნაწილი ძველი, ოფიციალური კულტურული ელიტისა. როდესაც დოდო შემოვიდა, ნელა, ფრთხილად, თითქოს ის შედიოდა ტერიტორიაზე, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მტრული, ყველა შეჩერდა. ისინი უყურებდნენ მას, ამ ქალს, რომელიც ოდესღაც იყო ეროვნული ხატი, მაგრამ რომელიც ახლა ჩანდა ისე მოწყვლადად, ისე ადამიანურად. დოდო იყო ჩაცმული მარტივად, მუქი კაბა, არანაირი მაკიაჟი, თმა უბრალოდ შეკრული. ის არ ჰგავდა ვარსკვლავს, ის ჰგავდა ქალს, რომელიც ცდილობდა გადარჩენას. ნინო ჯაფარიძე მივიდა მასთან, ხელი ჩამოართვა და უთხრა: მადლობა, რომ მოხვედით. ეს ბევრს ნიშნავს. დოდო მხოლოდ დაუკრა თავი, ის ვერ საუბრობდა, რადგან თუ ის ესაუბრებოდა, ის იცოდა, რომ დაიწყებდა ტირილს. ჩვენება დაიწყო. პირველი ფილმი იყო ბაში აჩუკიძის ფილმი, რომელმაც დოდო გახადა ლეგენდა. როდესაც ეკრანზე გამოჩნდა ახალგაზრდა დოდო, ის დოდო, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ოცნებები, რომელიც ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ელოდა მას, დარბაზში გაისმა ჩუმი ამოსუნთქვა. ადამიანები უყურებდნენ ეკრანს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ასევე უყურებდა დოდოს, რეალურ დოდოს, რომელიც იჯდა უკანა რიგში, ჩრდილში და უყურებდა საკუთარ თავს ეკრანზე. და რაც ისინი ხედავდნენ დოდოს სახეზე იყო არა ნოსტალგია, არა სიამაყე, არამედ რაღაც, რაც ჰგავდა მწუხარებას, ღრმა, შეუქცევად მწუხარებას. ფილმის შემდეგ ნინო ჯაფარიძემ დაიწყო მოკლე საუბარი, არა ლექცია, არამედ უბრალოდ აზრების გაზიარება. ის საუბრობდა იმაზე, რომ დოდო ჩიჩინაძე იყო არა მხოლოდ ლამაზი სახე, არამედ რეალური მსახიობი, რომელსაც ჰქონდა უნარი გადმოეცა რთული ემოციები.
ის საუბრობდა იმაზე, რომ საბჭოთა კინოსისტემა იყენებდა ქალებს როგორც ობიექტებს, არა როგორც სუბიექტებს და რომ დოდო იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მაგალითი ამისა. და შემდეგ ნინომ გააკეთა რაღაც, რაც არავინ ელოდა. მან მიმართა დოდოს და ჰკითხა: დოდო, თუ თქვენ გსურთ რამის თქმა, ჩვენ ყველა მოусმენთ. დარბაზში დამყარდა სრული სიჩუმე. ყველა უყურებდა დოდოს, ელოდა. დოდო იჯდა იქ ჩრდილში და გრძნობდა ყველა იმ თვალს თავის თავზე და ის გრძნობდა ასევე იმ წონას, იმ ტვირთს, რომელიც მას ატარებდა წლების განმავლობაში. ის გრძნობდა ყველა იმ საიდუმლოებას, ყველა იმ ტკივილს, ყველა იმ სიტყვას, რომელიც მას არასოდეს უთქვამს. და ის იცოდა, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც ის შეეძლო ესაუბრა, როდესაც ის შეეძლო გაეზიარებინა თავისი ჭეშმარიტება. მაგრამ ის ასევე იცოდა, რა მოხდებოდა, თუ ის ესაუბრებოდა, ის იცოდა, რომ ელენე მესხიშვილის სიტყვები არ იყო ცარიელი მუქარა. ის იცოდა, რომ თუ ის გახსნიდა პირს, ის კვლავ გახდებოდა სამიზნე და ამჯერად, შესაძლოა, ის არ გადარჩებოდა. დოდო ნელა წამოდგა. ის გავიდა ჩრდილიდან და მივიდა წინ, სადაც იდგა ნინო ჯაფარიძე. ყველა უყურებდა მას, ელოდა, რომ ის ესაუბრა, რომ ის გაეზიარებინა თავისი ისტორია. მაგრამ როდესაც დოდომ გახსნა პირი, ის არ თქვა ის, რასაც ყველა ელოდა. ის თქვა მხოლოდ ეს: მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, არა იმისთვის, რომ თქვენ მახსოვხართ, არამედ იმისთვის, რომ თქვენ ცდილობთ გაიგოთ. ეს არის ყველაფერი, რაც მე შემიძლია თქვა ახლა. და მან დაუბრუნდა თავის ადგილს, დატოვა ის ადამიანები იქ იმ კითხვებით, რომლებზეც პასუხი არ მიუღიათ. ღონისძიების შემდეგ, როდესაც ყველა მიდიოდა, ნინო ჯაფარიძე მივიდა დოდოსთან და უთხრა: მე ვიცი, რომ ეს იყო რთული. მაგრამ მე მინდა, რომ იცოდეთ, თქვენ გააკეთეთ რაღაც მნიშვნელოვანი დღეს. თქვენ აჩვენეთ, რომ თქვენ ჯერ კიდევ აქ ხართ, რომ თქვენ ჯერ კიდევ იბრძვით. და ეს არის ყველაზე ძლიერი მესიჯი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ. დოდომ უყურა ამ ახალგაზრდა ქალს, ამ ქალს, რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა იდეალები, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტება შეიძლებოდა ყოფილიყო იარაღი, და მან თქვა: შენ არ იცი, რას ეწინააღმდეგები. მაგრამ მე ვიცი. და მე ვიცი, რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც შენ ვერ გაიმარჯვებ. მაგრამ და აქ ის შეჩერდა, თითქოს ფიქრობდა, უნდა თუ არა გაეგრძელებინა, მაგრამ შესაძლოა ღირს მცდელობა. შესაძლოა ღირს იმის ცოდნა, რომ შენ მაინც სცადე. იმ ღამეს, როდესაც დოდო დაბრუნდა თავის ბინაში, ის იპოვა კიდევ ერთი წერილი, კვლავ ხელით მიტანილი, კვლავ ანონიმური. ამჯერად წერილი იყო უფრო გრძელი. ის იწყებოდა სიტყვებით: ჩვენ ვიყავით იქ დღეს. ჩვენ გნახეთ. და ჩვენ გვესმის, რატომ ვერ ისაუბრეთ. მაგრამ ჩვენ გინდა იცოდეთ, თქვენი დუმილი არის ისევე ძლიერი, როგორც ნებისმიერი სიტყვა. რადგან თქვენი დუმილი არის არჩევანი გადარჩენისა, არჩევანი გაგრძელებისა. და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება ახლა, არა გმირები, რომლებიც საუბრობენ და კვდებიან, არამედ გადარჩენილები, რომლებიც დუმან და ცხოვრობენ. რადგან სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ მოწმეები. და ერთ დღეს, როდესაც დრო მოვა, ჩვენი მოწმობა იქნება ის, რაც შეცვლის ყველაფერს. წერილი მთავრდებოდა ხელმოწერით, არა სახელით, არამედ უბრალოდ სიმბოლოთი, პატარა ხატი ქალისა, რომელიც იდგა, ხელები აწეული, თითქოს ის ეწინააღმდეგებოდა რაღაცას უხილავს. დოდომ წაიკითხა ეს წერილი და პირველად თვეების განმავლობაში მან იტირა, მაგრამ ეს არ იყო სასოწარკვეთის ცრემლები. ეს იყო რაღაცის სხვა ცრემლები, შესაძლოა შვებისა, შესაძლოა იმედისა, შესაძლოა უბრალოდ იმის გაცნობიერებისა, რომ ის რეალურად არ იყო მარტო. რომ იყვნენ სხვები, სხვა ქალები, სხვა მსხვერპლნი, სხვა გადარჩენილები, რომლებიც იყვნენ იქ ჩრდილში, უყურებდნენ, ელოდნენ. და რომ ერთ დღეს, როდესაც დრო მოვიდოდა, ისინი ყველა ერთად ისაუბრებდნენ და მათი ხმა იქნებოდა ისეთი ძლიერი, რომ არავინ შეძლებდა მის იგნორირებას. მაგრამ ის დრო ჯერ არ მოსულა. და დოდომ იცოდა, რომ მას უნდა ელოდა და გადარჩენოდა. და ეს იყო ყველაზე რთული დავალება, რომელიც მას ოდესმე ჰქონდა, არა თამაში, არა სიმღერა, არა ღიმილი კამერისთვის, არამედ უბრალოდ ცხოვრება, დღითიდღე იმის ცოდნით, რომ ის იყო მოწმე ისეთი დანაშაულებისა, რომელზეც ის ვერ საუბრობდა, მაგრამ რომელსაც ის არასოდეს დაივიწყებდა. ვინ იყვნენ ის ქალები, რომლებმაც გაუგზავნეს დოდოს ის წერილები? როგორ იპოვეს ისინი ერთმანეთი იმ სისტემაში, სადაც ყველა ეჩვობდა ყველას? და რა როლი ითამაშა დოდო იმ ჩუმქსელში, რომელიც იყო არა ორგანიზაცია, არამედ უბრალოდ ჯგუფი ქალებისა, რომლებიც ცდილობდნენ გადარჩენას და ერთმანეთის დახმარებას. მეგობრებო, როგორ უყურებთ დოდო ჩიჩინაძის ისტორიას? იყო თუ არა ის მსხვერპლის სისტემისა, რომელმაც მას არჩევანი არ მისცა, თუ ის თავად იყო პასუხისმგებელი თავის ბედზე?
იყო თუ არა მისი დუმილის სისუსტე, თუ ის იყო გადარჩენის სტრატეგია. და ყველაზე მთავარი, რას გვასწავლის მისი ისტორია დღეს, ამ დროში, როდესაც ქალები ჯერ კიდევ იბრძვიან იმისთვის, რომ მათი ხმები იყოს მოსმენილი. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იცით თუ არა თქვენ ან თქვენმა ოჯახმა დოდოს შესახებ, ახსოვთ თუ არა მისი ფილმები. დააწექით ლაიქს ჭეშმარიტებისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ ისტორიების მოყოლას, რომლებიც უნდა იყოს ნათქვამი იმ ხმების გაძლიერებას, რომლებიც უნდა იყოს მოსმენილი.